სპეთი, ზემო იმერეთის პატარა, მაგრამ ლამაზი სოფელია. საჩხერიდან 16 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ ის ოდითგანვე ჯარის შესაკრები ადგილი ყოფილა. სპა ჯარს ნიშნავს. ეთი გეოგრაფიული სახელების მაწარმოებელი სუფიქსია. დროთა განმავლობაში სიტყვამ დავიწროება განიცადა და მივიღეთ სიტყვა სპეთი. სოფლის მშვენება მე-11 საუკუნის ზედა მაცხოვრის ეკლესიაა. ეკლესია სოფლიდან მოშორებით საკვირიკეს მთაზე მდებარეობს და ამაყად გადმოჰყურებს სოფელ ჭალას და ყვირილას ხეობას. ძეგლს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. ზედა მაცხოვარი დარბაზული ეკლესიაა. იგი ქვიშაქვით არის შემოსილი. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთით და დასავლეთით. საკურთხევლის ორივე მხარეს კედლებში დატანებულია თითო სათავსო, სამრეკლო და სადიაკვნე. ტაძარზე ორი ასომთავრული წარწერაა. ერთ-ერთი თავის დროზე აკადემიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა ამოიკითხა. უფალო ღმერთო, სოფელი საკვირიკე, დაიცავ ყოვლისაგან სავნებელითა, ამასა სოფლისა. მეორე წარწერა კი გაურკვეველია. ეკლესია აგრეთვე შეუსწავლია ცნობილ მეცნიერს გიორგი წერეთელს, რომელსაც ეკლესიის იატაკზე უნახავს შანდალი, საკმეველი და ბრინჯაოს ზარი. ეკლესიის სარკმელები მოჩუქურთმებულია. ეკლესიას აქვს სათოფურებიც, რაც იმის მანიშნებელია, რომ იგი თავდაცვისთვისაც გამოიყენებოდა. ზედამაცხოვრის ტაძარი ლეგენდებითაა შემოსილი, რაც ხალხის რწმენით მისი სიძლიერის მანიშნებელია. ერთი ლეგენდის მიხედვით, ეკლესიის ასაშენებლად საჭირო ქვას სპეთისა და ცხამის საზღვარზე მდებარე ქვის საბადო ქვისათხარიდან ხელიდან ხელში გადაწოდებით გვერდიგვერდ მდგარი ჯარისკაცები 4-5 კილომეტრი მანძილიდან ეზიდებოდნენ და ასე ააშენეს ეკლესია. ლეგენდა ასევე მოგვითხრობს, რომ თითქოს ერთხელ ტაძარს ლეკები დასცემიან და კარის მოპარვა დაუპირებიათ. ამ ცოდის გამო კი დაბრმავებულან. ლეკებს აღთქმა დაუდიათ ღმერთთან. თუ თვალებს აგვიხელ, კარს ისევ აღვადგენთო. მართლაც მხოლოდ მაშინ აეხილათ თვალები, როცა მოინანიეს და კარიც თავის ადგილას დააბრუნეს. ადგილობრივ მოსახლეობას სწამდა, რომ მეფე თამარის საფლავი სწორედ აქ უნდა ყოფილიყო. ლეგენდის გამოძახილია აქაურის სახალხო მთქმელის ვენდიქტე ქიმაძის ლექსი. შორიგზიდან მოსჩანს იგი, ვით ვარსკვლავი ისე ბრწყინავს, აღმართული ქვის კედელი, მოგვაგონებს კლდის დიდ მყინვარს. ახლოს მიხვალ, გაგაკვირვებს, გაგახსენებს ჟამთა წირვას და რა იცი გვირგვინოსას, იქნებ მართლაც აგასწინავს. რაც მთავარია, სპეთის ზედამაცხოვრის ეკლესია მნიშვნელოვანია ქვის წნულ-ჩუქურთმოვანი კანკელით. მისი ორიგინალი სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ასლის სვეტიცხოვლის ტაძარს ამშვენებს, ადგილზეც თაბაშირის ასლია დატოვებული. კანკელი დათარიღებულია მე-11 საუკუნის პირველი ნახევრით. იგი წარუშვებს დაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე, მაღალმხატვრული მცენარეული ორნამენტებით. კანკელის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბაგრატიონიც. იგი ჩვენი სასიქადულო პოეტის მუხრან მაჭავარიანის შთაგონების წყარო და ძიგცა. პოეტს ხშირად უყვარდა ამ ტაძრის მონახულება და ლექსიც მიუძღვნა მას. ვინც ყრუ ადგილას გამოძერწა კანკელის სპეთის, ვინ იქნებოდა ჭეშმარიტი ოსტატის მეტი. კანკელის სპეთის, კანკელის სპეთის, კანკელის სპეთის, კანკელს პასპეტი. სპეთის ზედამაცხოვრის ეკლესიას ბოლო წლებში რესტავრაცია ჩაუტარდა. ადგილობრივი მოსახლეობაც განსაკუთრებით სრუნავს მასზე, რათა სამუდამოდ შემორჩეს შთამომავლობას, როგორც ერთიანი და ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო.